ნამყოფი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო ამბავს მოგვიყვება. გამარჯობა ბატონო ზურაბ. გამარჯობა. მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხართ. ძალიან სასიამოვნო. სანამ მოგზაურობაზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ, რა სიახლეები გაქვთ ზოოპარკში? ჩვენ ახალ ზოოპარკში ვიმყოფებით. ვიმყოფებით ახლა ახალ ზოოპარკში, უბრალოდ ის რომელიც ახალი უნდა იყოს, რომელსაც ვამზადებთ, ჩვენ მიმდინარეობს მშენებლობა და შესაბამისად აი ამ ეტაპზე ვართ, რომ დავასრულოთ ეს პირველი ნაწილი, რომ სადაც უკვე ცხოველები გადმოყვანილი გვყავს, შეიქმნას გარკვეული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელი არის და სწორედ ეს არის ახლა დღევანდელი ჩვენი ამოცანა. ესეთი პირველი ჩემი ასე ვთქვათ, ესეთი სათავგადასავლო მოგზაურობა იყო ლაგოდეხის ნაკრძალში, როდესაც პირველად წავედი ექსპედიციაში. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ. და აი მაგალითად თუ გავიხსენებთ ზოოპარკის მიმართულებით, პირველად აი რომელი ზოოპარკი მოინახულეთ? როდესაც პირველად მოხვდი საზღვარგარეთ, პირველი რაც სადაც იყო, ეს იყო გერმანიაში, გერმანული ზოოპარკები ძალიან ცნობილია და სწორედ ამიტომ გერმანული ზოოპარკი მომინახული. ეს იყო საარბრუიკენისა და ფრანკფურტის ზოოპარკები. რამდენ ზოოპარკში ხართ ზოგადად ნამყოფი აი საზღვარგარეთ? ძალიან ბევრში, ასე რომ ჩამოთვალ ნამდვილად გამიჭირდება. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ასევე შეერთებულ შტატებში და ინდონეზიაში. და რომელს გამოარჩევთ აი შთამბეჭდავი ზოოპარკი რომელი იყო? ცით როგორ არის, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გაჩნდა ჩვენ ზოოპარკს აქვს სხვადასხვა ფუნქცია ხოლმე. და ზოოპარკებს აქვს თავიანთი გარკვეული მიმართულება და მიმართულებით მუშაობენ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და სადაც ძალიან დიდი დრო გავატარე, ეს იყო ჯერსის ზოოპარკი, ინგლისში, ეს იყო ჯერალდ დარელის ცნობილი ზოოპარკი, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანი ზოოპარკია, მაგრამ მას აქვს ასეთი გარკვეული მიდგომა ამასთან დაკავშირებით, ისინი მუშაობენ, ყავთ ის ცხოველები, რომლებზეც მუშაობენ. ანუ იქ ვერ ნახავთ მაგალითად ლომს, ვეფხს, რაც ჩვეულებრივი ზოოპარკისთვის დამახასიათებელია, სპილოს. თუ ამას თავს დავანებებთ, ხო, არის ასეთი ზოოპარკი ჰოლანდიაში, ბურგერის ზოოპარკი. და ჰოლანდიური ზოოპარკები ძალიან კარგი ზოოპარკები არიან და მათ შორის ბურგერის ზოოპარკი არის ძალიან შთამბეჭდავი ზოოპარკი, ლაიფციგის ზოოპარკი, რომელიც არის ერთ-ერთი ალბათ შთამბეჭდავი სანახაობა არა მარტო ზოოპარკებს შორის, საერთოდ ზოგადად რას კი შეიძლება ადამიანმა ნახოს. ამერიკის შეერთებული შტატებში მემფისის ზოოპარკი და სენტ-ლუისის ზოოპარკი. ესენი ძალიან და ასევე ინდონეზიაშიც ძალიან საინტერესო ზოოპარკებია. ყველა ზოოპარკი, რომელიც ჩამოთვალე ამ ყველა ქვეყანაში, მათი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ გადაშენების პირასხობის ცხოველების აღდგენა არის, მაგრამ ეს ძირითადად მიმდინარეობს მაინც ასე ვთქვათ, აი დამთვალიერებლების მზერის იქით. ისინი ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს შეუმჩნეველი ჩნდება. სამაგიეროდ ჩვენთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. ცხოველი არ უნდა იყოს კომერციის საგანი ზოოპარკებისათვის. ანუ ზოოპარკებს შეუძლიათ ჰქონდეთ კომერციული საქმიანობა, მაგრამ არა ცხოველებით ვაჭრობით, ხო? ეს არის აკრძალული აბსოლუტურად. ამიტომაც არის ესეთი, რომ თუ ჩვენ რამე ცხოველი გვჭირდება, ჩვენ მიმართავთ. ტერიტორიულად ჩვენ ვეკუთვნით ევროპის აკონსტიტუციური ზოოპარკების ასოციაციას, არის კიდე ამერიკის, ავსტრალიის, აზიის, ჩვენ ევროპასთან ვართ, რა თქმა უნდა, თავისთავად და სწორედ ეს ევროპის ზოოპარკების ასოციაციასთან თანამშრომლობა გვაძლევს იმ საშუალებას, რომ მივიღოთ ის ცხოველები, რომლებიც გვინდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვაწყობთ აქ შესაბამის პირობებს. და შესაბამის პირობები არა მარტო ვოლიერები გულისხმება, არამედ კვალიფიკაცია თანამშრომლების. დირექტორიდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული. გასაგები, ვინც მოულის ესე განცხადება. ბატონო ზურა, მე როგორც იცი, აფრიკაში ხართ ნამყოფი და აფრიკული მოგზაურობა რომ გაიხსენოთ, აი რომ რას გამოარჩევთ თან, ბევრ ადგილას ხართ ხო ნამყოფი? კი, აფრიკაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, საკმაოდ ბევრ ადგილზე. აი აფრიკა ეს არის ზოოლოგისტვის, აი პირდაპირ სამოთხე, იმიტომ რომ გარშემო ცხოველები არიან და კონტინენტი ცხოველებისათვის შეიძლება შეთქვა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ზოოპარკში ვართ, აფრიკა არის დიდი ზოოპარკი. საფარის ტურშიც თქონდა კი, რა თქმა უნდა, საფარის ტურშიც გეიმ დრაივს ეძახიან ხოლმე, ან როდესაც ცხოველებში მოძრაობთ, ან რაც არის მნიშვნელოვანი, რომ აი ძალიან ბევრ ქვეყნებში, აი ტანზანიაში მაგალითად, რომელიც ერთ-ერთი კენია და ტანზანია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცხოველებით მდიდარი ქვეყნები არიან, იქ აი ძალიან ახლოს უშუალო კონტაქტში ხედავ ცხოველებს. ძალიან, რაც არის ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო. კიდევ რას გამოარჩევდით აფრიკული მოგზაურობიდან გარდა მაგალითად? ძალიან რთულია რამე არ გამოარჩევ, როდესაც აფრიკაში ხარ, იმიტომ ყველაფერია იქ. თავისთავად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაც ასევე ძალიან საინტერესო არის და გარდა ამისა უამრავ ცხოველებთან უშუალო კონტაქტი.
არის ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესოა, მაგალითად სპილოებთან შეხვედრა, ლეოპარდების ნახვა, ლომებით დახუნძნული ხეების ნახვა, ესეთებიც არის თავეულ ბუნებაში. ველურ ბუნებაში წარმოიდგინეთ ხე, რომელსაც ასე ვთქვათ, ბრალებში 100-ია და 15 ლომი. რომელიც არიან განაწილებულები და ყველა შემთხვევაში ჩვენ გონია რომ ლომებს ხეზე ასვლა არ შეუძლიათ. თქვენი საყვარელი ქვეყანა რომელია, სადაც არასდროს გბეზრდებათ წასვლა? ნუ ისევ აფრიკა. ალბათ, ნუ აფრიკაში განსაკუთრებით ტანზანია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნება არის, გარდა ამისა იქ არის ასე ვთქვათ, ოკეანეც, მთელი თავისი ასე იმითი სიმდიდრით, თავის ცხოველთა სამყაროთი, თავის ფერებით და არის ძალიან საინტერესოა. ამდენი მოგზაურობის ფონზე დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო თავგადასავლები გექნებოდათ. აი, ერთ-ერთი რომ გაიხსენოთ, თუ შეგიძლიათ. ნუ თავგადასავლები, ყოველ მოგზაურობას ვიცით არის საინტერესო მოგზაურობა, ერთ-ერთი საინტერესო გახლავთ, სწორედ ის თავგადასავლები, რომელიც ახლა ჩემ შემთხვევაში ძირითადად ცხოველებთან ურთიერთობით გამოიხატება. ყველაზე უფრო მაგფრეაში თამბეჭდავი, სპილოებთან ურთიერთობა გახლავთ. აი, როცა მოდის სპილო, ხო? და იყო შემთხვევა, როდესაც ესე მოვიდა, რომ აი მანქანას შეეხო ჩვენ, მანქანას ესე გვერდზე ჩაგვიარა და გავიდა და აი ეს სუთქვა შეკრულები ვიდექით სანამ წავიდოდა ეს, იმიტომ რომ გზნობ რამდენად უმწეო ხარ მის წინააღმდეგ. თუმცა თოფი ათანაბრებს ამ უმწეობას, მაგიტომაც არიან ისინი გადაშენების პირას. მე მქონდა შემთხვევა დათვს, როდესაც შევეჯახე ლაგოდეხის ნაკრძალში. აი ეს პირდაპირ აი პირდაპირ ხო ისე არც ის მოველოდა და არც მე მოველოდი და პირდაპირ როგორ ჩაიარა? შვიდა როგორც ხედავთ, კარგად ჩაიარა. დათვს კარგად არის იმედია. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ფოტო, რომელიც ძალიან კარგ მოგონებასთან არის ასოცირებული, ამ კითხვას ყოველს ვთქვამ ხოლმე და აი როცა შეხედავთ ამ ფოტოს, ის მომენტი გიცოცხლდებათ. როდესაც აი აფრიკის სურათს უყურებ, განსაკუთრებით აი ვახსენე კიდევაც, ლომებით დახუნძრული ხე. ეს იყო არის ძალიან ისეთი სამბეჭდავი. ბატონო ზურა, აქედან მე ისე ვერ წავალ, რომ არ გკითხოთ ყველასთვის ცნობილი შაინი როგორ ბრძანდება. შანი კარგად არის, აქ იმყოფება ტერიტორიაზე. თუ შეგვიძლია რომ მოვინახულოთ. კი, რა თქმა უნდა. ახლა მაინც უნდა ჩავიდე მასთან და მოვინახულოთ. მოვედით ჩანის ვოლიერთან და ახლა შევალ მოსარა თქვენ აქ დარჩით ჯობია ნამდვილად უკეთესი იქნება. კი ბატონო. ნახოთ აბა როგორი რეაქცია ექნება. აი ნახოთ. შანი. მოდი ჩემთან მოდი. რაო შანი. გამარჯობა. რა თქმა უნდა ხა სტუმრებსაც უნდა მიესალმოს. გამარჯობა შანი. თუ ყურა ხარ? ვინმე რა სიყვარელია? ძალიან მოსიყვარულია, ხო? ძალიან. მაგრამ ამ ძალიან დიდი სიყვარულის დროს ყალებს ახმარს ხოლმე. სიყვარულის კარგად გამოსახატავად და კბილებს. ბატონო ზურა, თუნდა ისეთი შეკითხვა უნდა დაგისვათ, შეიძლება პასუხი არ გქონდეს. თან ლომს არ უნდა მოვაცილო თვალები, გისმენთ? ეს ალბათ ისეთი კითხვა იქნება, დედა უფრო გიყვარს თუ მამა, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე ცხოველი გამორჩეულად თუ გიყვართ? ისიც ინდივიდუალურად რა თქმა უნდა არიან ცხოველები, ვისთანაც გამორჩეული ურთიერთობა მაქვს. თუ ავიღებთ სახეობის დონეზე, გელი. გელი გიყვართ ყველაზე ძალიან? გელი არის ცხოველი, რომელზეც მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გადარებული ასე ვთქვათ. ნუ რა თქმა უნდა ინდივიდუალურად ერთ-ერთი გამორჩეული ეს არის. ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი არსება. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენთან მოვდიოდი, ყველამ დამაბარა, კითხე, როდის გაიხსნება ვიზიტორებისთვის ახალი ზოოპარკიო და რას ეტყვით? აი ხო მუშაობთ მიმართულებით, რომ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება უკვე ვიზიტორების მიღება. აი როგორც კი ამას მორჩებით, იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს პირველი ნაწილის გახსნას შევძლებთ. და ჩვენ აუცილებლად გადავიგებთ. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. არა, ვისი მადლობა.